მოგესალმებით სტუდია მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში და გაგაცნობთ დღის განმავლობაში მოხდა ყველა საინტერესო სიახლეს. თავდაპირველად ქართულ ამბებს გავეცოთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. ასე რომ თუ თქვენ გაინტერესებთ რა საინტერესო სიახლეებია კინოსა და მუსიკის სამყაროში, უყურეთ პროგრამა ინფორმატორის ყველაზე ვრცელ გამოშვებას. ქართულ მუსიკალურ სამყაროს ახალი ვოკალური ინსტრუმენტალური ანსამბლი შეემატა, რომლის ლიდერია გიგი გეგელაშვილი. ამ ანსამბლის მუსიკალური მიმართულება ასეთია: არტ-როკი, სიმფოროკი. მერიის შენობაში მათი გაცნობა და ანსამბლის ორდისკიანი კონცეპტუალური ალბომის „თეთრი ქალაქის“ პრეზენტაცია მოეწყო. ანსამბლს ჯერჯერობით კონკრეტული სახელი არ აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ის ფართო საზოგადოებისთვის ახლა გახდა ცნობილი, მისი ისტორია შეიძლება ითქვას უფრო შორიდან იწყება. 96-ში ჩამოვაყალიბე მე თვითონ ეს ჯგუფი, მაგრამ შემდეგ მოხდა რაღაც გაუგებრობა და საბოლოოდ ეს ჯგუფი აღდგა 2000 წელს. მე ხდებოდა რაღაც რეორგანიზაციები, ახლა დავიმატეთ 2 ვიოლინო, 1 ჩელო. ჩემი თანაავტორი ფაქტობრივად დავით ყეინაშვილის ძალიან დიდი წვლილი არის, რომ ეს მუსიკა არსებობს. დიდი მნიშვნელობა ექცევა ინსტრუმენტულ მხარეს და რასავარე კონცეფციას მუსიკალურად და ასე თქვა ტექსტუალურად და აზრობრივად. პირველი რადიოს მსმენელთათვის კარგად ცნობილი დავითეული. მას მუსიკალურ სამყაროში ჟორას სახელითაც იცნობენ, ამზადებს გამოსაცემად მაქსი სინგლს, ანუ 4 აუდიო ტრეკი პლუს 1 ვიდეო. ამჯერად სწორედ ამ ვიდეოზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის რეჟისორიც გიორგი ლიფონავა იქნება. კლიპს კი ისევე როგორც სიმღერასა და სინგლს ასე ეწოდება: ღამის ცურვა. ორი სიმღერა ჩაწერილია უკვე, ორიც ჩაიწერება. ისეთი სიმღერები, რომლებიც თქვა, ალბომად რო ამეწყო, ხო, ცოტა სახეს ცვლილი უნდა ყოფილიყო და რაღაც ერთი ხაზი და ერთ კონცეფციას უნდა გაყოლოდნენ და რადგანაც აქ რაღაცნაირად ხასიათის გარდა და იმის გარდა თქვა, რომ ეს სიმღერები და ანუ მუსიკა და ტექსტი ჩემია და თქვა მე ვასრულებ, საერთო მათ თითქოს და არაფერი არ აქვს. ამიტომ მოვუყარე თავი ამ 4 სიმღერას. იდეა თავიდანვე ეკუთვნის ჟორას, ჟორა მოვიდა მზად ამისთვის, რომ კლიპი გადაგვიღო და ფაქტიურად არც ბევრი არაფერი არ შემემატებია, არის ძალიან მარტივი იქნება სტრუქტურულად თუნ. იქნება ფოტო და ფოტოებზე იქნება ზედ აგებული. კლიპში გამოყენებული იქნება ჩემი მეგობრის ფოტოები და თავადაც როგორც ხმა ამ სიმღერაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. ძირითადი რა ხაზიც უნდა მიყვეს ამ იმას, ნუ ზღვა გზა, ღიმილი, სიხარული და შემდეგ. გალერეა კოპალაში აც გარდაცვლილი მხატვრის, ქალბატონ რუსუდან ჯავრიშვილის გამოფენა მოეწყო. ქალბატონი რუსუდანი ქართველ ფერმწერთა იმ თაობას მიეკუთვნება, რომლებიც ქართული მხატვრული სკოლის ყველაზე წარმატებულ და ნოვატორულ მხატვრებს წარმოადგენდნენ. მარტო ელენე ახვლედიანისა და ლადო გუდიაშვილის სახელებით საკმარისია იმ თაობის გასახსენებლად. რუსუდან ჯავრიშვილის შემოქმედების დიდი ნაწილი თბილისის თემასა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟებს ასახავს. მისი ნამუშევრები მრავალ კერძო კოლექციას, მუზეუმსა და საგამოფენო დარბაზს ამშვენებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
ძალიან პროგრესული მხატვარია, იცით და არც კი ჩანს, რომ ის ადამიანი აი სხვა სამყაროში მოექცა, უსასრულობაშია გადასული. იმდენად ცოცხალია მისი დღევანდელი მხატვრობა. აი ეს სული ქართული და ქართული პეიზაჟი მე აქ მხოლოდ ნაციონალობას არ უსმევ ხას, მხოლოდ ძალიან მაღალი დონის მხატვრობა შეუძლია გადმოსცეს. იცით ვერანაირად ვერ მოიხელთებ ამ ულამაზეს ტონალობას თუ შენში არ ზის მხატვარი და მით უმეტეს თუ არა ხარ რუსუდან ჯავრიშვილი. ძველი თბილისის კუთხე ნახეთ ამ შვენიერია. შეგიძლიათ დაჩვენოთ. ეს არის ეტყობა კიდევაც ეს ნატურიდან დაწერილია და ესეთი. იცით რა? ხალხის ხატვარი რომელიც ნატურიდან წერს, არის ხატვარი მე ჩანახატს გააკეთებ და ჩანახატიდან ქმნის სურათს. ნუ ამას ჩემს მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რეზულტატი. როგორი ხატრობა და რა დონის ხატრობა.